ყველას მოგესალმებით, ჩემო ძვირფასებო, მოგიკითხავთ სულ ყველას დიდი სიყვარულით, როგორ ვართ აბა, ხომ ვართ ყველანი კარგად და ჯანმრთელად, ჩემო კარგებაო. მოკლედ, ჩემო ძვირფასებო, ძალიან დიდი მადლობა თითოეულ თქვენთაგანს. პირველ რიგში დალაიქებისთვის, არხის გამოწერისთვის, დაფოლოვერებისთვის TikTok-ზე, კომენტარებისთვის, თბილი სიტყვებისთვის, ნდობისთვის, ჩემთან პირადში გადმოსვლაზე. დანარჩენი უკვე რა პრობლემას გვაქვს ხოლმე იმას ვცდილობთ რომ ნელ-ნელა მოვაგვაროთ სიტუაციები, ხო? ძალიან დიდი მადლობა თითოეულ თქვენთაგანს. ჩემო ძვირფასებო, ფასდაკლება ტაროს კურსის შესწავლაზე აგვისტოს თვეში და რაც შეიძლება მალე მომმართეთ, იმიტომ რომ ალბათ 25-მდე, 25-ის მერე უკვე რომ დავიწყებ ფიზიკურად, ხო? მანამდეც, ანუ ვინც მანამდე მომმართავს, მანამდეც და მერე უკვე ვიცით, ხო, სექტემბერი მოდის, დატვირთული თვეები მოდის და შესაბამისად შეიძლება მერე ვეღარ დავამატო ყველა. ფასდაკლებასთან დაკავშირებით მწერთ პირადში, YouTube-ზე მდევს ნომერი ვიდეოს ბოლოს, ხოლო TikTok-ზე მწერთ პირადში და მე თვითონ გამატებთ WhatsApp-ი, Viber-ზე. ყველაზე მთავარი კიდე, თუ შეგრძნება გაქვთ, თუ რაღაცა ემოცია გაქვთ და გრძნობთ, რომ გვინდა ტაროს სწავლა, ნახეთ, უბრალოდ დრო გადაგაქვთ, აი მერე იყოს, მერე დამიჯერეთ. არ შეიძლება, ზოგადად არ შეიძლება, მიხვდით, იმიტომ რომ სამყაროსგან თუ რაღაც ნიჭი გაქვთ და თქვენ რა ამას გრძნობთ, მით უმეტეს ხოლმე მაქსიმალურად ვცდილობ თანხებშიც ხელი შეუწყო და გავუნაწილო თანხები, ხო? მე ვერავინ ვერ მეტყვის იმას, რომ მე ვავალდებულებ, რომ გინდა თუ არა ეხავე ჩარიცხე, არა. ამიტომ თუ იგრძნობთ, თუ შეგრძნებები გაქვთ, თუ აი ეს ემოცია გაქვთ, ხო? მოკლედ მინდა რომ ასე ვთქვათ, დროულად მომმართოთ და ჩაგვსვათ. მოკლედ, ჩემო ძვირფასებო. რაც მინდოდა ეს მეთქვა ტაროს შესწავლასთან დაკავშირებით. ასევე კიდე ერთი ინფორმაცია, არავითარ შემთხვევაში არც კაცები მომყავს და არც კაცები მიმყავს არავისგან. ანუ რას გულისხმობ? მიშველე თეკო, ეს მომაყვანინე, ის წამოყვანინე, არავითარი. ვდებ დაცვას, იკითხება ლოცვები, იხსნება მაგია და მე უკვე ტვინი ადამიანს რო უსუფთავდება, თვითონ იღებს გადაწყვეტილებას. ამიტომ ამის გარანტიას მე აქ ვანგა არა ვარ, არავის არ ვაძლევ. და ყველაზე მთავარი, შავ მაგიას არ ვემსახურები. შავი მაგია იგივე ბუმერანგია. გყავთ შვილები, შვილიშვილები, გყავთ თუ შვილები არ გყავთ, ოჯახის წევრები, ძმა, ძმისშვილები, რა ვიცი მე დეიდები, დეიშვილები და არ შეიძლება, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება მსგავსი რამის გაკეთება. მოკლედ, ამიტომ მსგავსი რაღაცები ჩემგან შორს. მე თვითონაც არ მაქვს ჩემი პირადი, ვინც ვიცნობს იცის. მეშვენივრად გრძნობ თავს ჩემ შვილებთან ერთად. რო წარმოიდგინეთ, ეხა ხო შემიძლია და მეგრე მე შემიძლია მაშინ რომ დავალაგო ხო სიტუაციები, მაგრამ არა, არ ხდება ესე. სამყაროს კანონს ვერ გადავუხვევ. კი ბატონო, რისი საშუალებასაც მაძლევს სამყარო ვაკეთებ, მაგრამ იმის იქით რომ ვინმე ძალით მოვაბრუნო, გადავაბრუნო, არაფერი, თორე აგერ მეყოლებოდა მაშინ მეც გვერდზე პარტნიორიც და რა ვიცი, ქმარიც და ყველაც. მოკლედ, ეს ინფორმაცია რაც მინდოდა გცოდნოდათ. დღევანდელი გაშლა, დიდი ხანი არ გაგვიკეთებია, ერთი თვის წინ მქონია ამაზე კონსულტაცია, კი არა და გაშლა, ვენატრებით თუ არა ჩაფიქრებულ ადამიანს. ერთი წუთით კარებს ხურავ, გაიღო. მოვედი, ვენატრებით თუ არა ჩაფიქრებულ ადამიანს და არ ვიცი უბრალოდ რომელ დასტაზე, რომელზე მოდით წუთით დიდი ხანია ეს ტექსტურის ტარო არ გამომიყენებია. არ ვიცი რა იძერს რამდენად დავიხმარ ამ გაშლაში, მაგრამ ვნახოთ. რამდენად დამჭირდება, ვნახოთ. დიდი ხანია ეს დასტაც არ გამომიყენებია. ჩაიფიქრეთ თქვენი პარტნიორის სახელი და გვარი სრულად. გიჟდები ჩემი დასტები ისე მიყვარს და მათი სუნი ხო ძალიან მიყვარს. მოკლედ. და ხო, კიდე რა მინდოდა მეთხოვა, ძალიან გთხოვთ, მომწერეთ, მირეკავდნენ დღესაც გუშინით. ნუ რეკავთ კარგით, როდესაც არ პასუხობ, ესე იგი და ვერც ვიპასუხებ, ვიმყოფები სამსახურში, ნახეთ. ამიტომ დამიტოვეთ შეტყობინება, მე მაშინ ვნახავ, როგორც კი მოვიცილ და გაგცემთ პასუხს. ამიტომ ეს ჩემი დიდი თხოვნა, ჩემო ძვირფასებო.
აი თქვენ თელზე რამდენს შეხავ ნახოთ. ჯერ ნახოთ რა სიტუაცია თქვენ შორის ეხლა რა ხდება. თქვენ ორ შორის კონკრეტულად პარტნიორზე აკითხულობთ თქვენ ორ შორის. ჩაიფიქრეთ თქვენი პარტნიორის სახელი და გვარი, თქვენი სახელი და გვარი სრულად. შემდგომ რა სიტუაციაში ხართ ეხლა? შემდგომ მისი ფიქრები თქვენთან დაკავშირებით. შემდგომ საერთოდ რა მოხდა თქვენს შორის? შემდგომ ენატრებით თუ არა ამ ადამიანს და შემდგომ თქვენგან თუ რამე კონკრეტულად ითხოვს სამყარო ვნახოთ და ბოლოს რა თქმა უნდა რჩება. და საოცრება, აბა დამწერეთ კომენტარებში, რამდენი მიყურებთ კოლეგა, რამდენი ან კიდევ ვისაც სწავლა გვინდა და აპირებთ ჩემთან გადმომისამართებას და სწავლას და თუ არ სწავლობთ და თუ არც ტაროლოგი, არც ეზოთერიკოსი არ ხართ, ადამიანები, რომლებმაც კარგად იციან როგორ მართონ პიროვნებები, კარგად იციან როგორ ასე ვთქვათ მიუდგნენ სიტუაციას და თქვენ წარმოიდგინეთ მიუხედავად იმისა, რომ ტაროლოგი ვარ და მიუხედავად იმისა, რომ სხვებს უფრო მშველი და ფსიქოკონსულტანტიც ვარ მათი, მე საკუთარ ცხოვრებაზე სამწუხაროდ მეც რჩევები მჭირდება. ამიტომ არავინ არ თქვათ, რომ მე ვარ ჩემი თავის ფსიქოლოგი. არასოდეს არ უნდა თქვათ ეს სიტყვები. არავინ არ თქვას, ყველა სჭირდება ვიღაცის დახმარება, ჩემო ძვირფასებო. ადამიანები იმისთვის ვართ, რომ ერთმანეთს დავეხმაროთ. მეც ვიღაცის დახმარება მჭირდება. და ყველაზე საოცრება, რასაც ყურებთ, პლუს აქ სამყაროს არკანი უდევს მაგს და ყველაზე მთავარი აქ უკავშირდება და თქვენ შორის ეხა შეიძლება გავგიჟდეთ თქვენ შორის სიტუაცია ისეთი ცეცხლოვანი, ისეთი ქარიზმატული, რა ხდება თქვენ შორის და ორივე კვერთხებში, ისეთი საოცარი ემოციები მოხდა, ისეთი ვნება, ისეთი ცეცხლი, აქ როგორც ხედავთ, ცოტა ასაკობრივი სხვაობაა, ძალიან დიდი არა, ცოტა ასაკობრივი სხვაობაა, შეიძლება მამაკაც თქვენზე ცოტა პატარაა, მაგრამ ქალბატონები, რომლებიც ჩვეულებრივად ცეცხლი, ქალბატონის და მამაკაცის, აქ საოცარ ინტიმურ ურთიერთობას ეხება. ეხა ნახეთ, არ გამომიხდეთ გეხვეწებით, რომ ვისაც არ ქონია ურთიერთობა, ვისაც არ ქონიათ ურთიერთობა, იმათ არ ეხება. არა, შეიძლება ძალიან მცირე რაღაც იყოს რეზონირებადი, მაგრამ არა, აქ არის ვისაც ურთიერთობა ქონდა, ვისაც საოცარი ემოცია ქონდა, ვისაც რაღაცა აი პეპლები რო დადიან მუცელში კი არა და აი რაღაცა საოცარ შეგრძნებებთან ეს აი რო შეგრძნება რო გაქვთ რომ მიუხედავად იმისა რომ შეიძლება ყოლოდათ მანამდეც პარტნიორები თითქოს ცით როგორ შეგრძნება რო გაქვთ რომ აი პირველად მოხდა ეს პირველი იყო აი მიხვდით თითქოს რო პირველად ხართ აი შეგრძნება აი ემოციას აი ეს სიტუაცია რასაც მე ახლა უყურებ და სამწუხაროდ გადავიდა ჩამოკიდებულ მდგომარეობაში რაც ძალიან არ მომწონს ნახავ ხა ფიქრები თქვენთან დაკავშირებით მაგრამ აქ იმხელა ჩემო ძვირფასებო არ ვიცი და გადავდივართ ფიქრებში და აი ამ საოცარი ხა გაგიკვირდებათ ხო აი ამ საოცარი ემოციის ფონზე აი ამ საოცარი სექსუალური ურთიერთობის ფონზე აი საოცარი მიჯაჭვულობის და ნუ არ ვიცი რა ქვია მარტო სიყვარული არ ქვია აი ყველანაირი ქიმია მიზიდულობა ყველაფერი ერთად როა სამწუხაროდ როიანი ხმლები ჩამოკიდებული კაცი მაღლა და ადამიანი რატომღაც შეჩერდა ძალიან საინტერესოა რა მოხდა თქვენ შორის რა მოხდა ფიქრები აქ საოცარი თქვენთან დაკავშირებით ელოდეთ შეტყობინებასაც ელოდეთ ეს წოდეთ შეიძლება ძალიან მალე გამოვიდეს კონტაქტზე რვიანის კვერთხებით მაგრამ რატო ჩაიკეტა რა მოხდა ალბათ მე ვფიქრობ კონტაქტზე რო გამოვა მიზეზსაც გეტყვით რა მოხდა ის წოდეთ და ძალიან გაგაბრაზად ქალბატონებო ძალიან გამოგიყვანათ მდგომარეობიდან არ ვიცი ზოგმა შეიძლება ისეც უთხარით რომ მატყუ არა ესეთი ხარ ხო ხვდებით სტანდარტულად როგორც ხდება მაგრამ ძალიან დიდი
გაურკვევლობა მოყვა ნამდვილად კი ბატონო ამ სიტუაციას და იცით რატომ მოყვა წინა გაშლაც ამას ეხება მე ვფიქრობ დუმილთან დაკავშირებით მე ვფიქრობ რომ იგივე ადამიანები მიყურებენ ვისაც ეხებოდა დუმილი იმათ ეხება მე ვფიქრობ ეს იმიტომ რომ იცით როგორი მომენტია რომ ასეთი ლამაზი თუ იყო ყველაფერი რატო მოხდა და რატო გაჩერდა კიდევ მე რომ ეხა თუ აქ რაღაცა საოცარი და ესეთი შეგრძნებები გვაქვს და უცბად გადახვედით და იქ უცბაწური სიტყვები ხო ხვდებით ბინძური სიტყვები აკადრეთ ერთმანეთს და უკადრებელი ამას არ ეს გამორიცხეთ მაშინ თქვენ არ გეხებათ აქ არის აი რო არც რო ზედმეტი რო არ გიკადრიათ ერთმანეთისთვის და რაღაცაც მინდა რაღაცა ეს ბოლო გაშლები მაგ ძალიან ტკბილი თბილი წმინდა ურთიერთობაზე თუნდაც კი ბატონო არ ხართ კონტაქტში და დუმილია მაგრამ აი ეს რაღაცაც მინდა რო შენარჩუნებულია აი ეს რაღაცა ქიმია რო შენარჩუნებულია აი ეს ემოცია რო შენარჩუნებული აი საოცრება იმიტოა პირადი კონსულტაცია ჩემო ძვირფასებო ყველაფერს ჯობია რომ ზუსტად იცით და ასე არარეალურად რომ აყვებით სკროლავთ ხო ყველას თქვენ თავზე ირგებთ მე ნერვიულობთ მე ვიღაც ისე არ რეზონირდება თქვენზე მე თუ თქვენზე რეზონირდა იმაზე არ რეზონირდა და ახლა უნდა იმაზე ინერვიულოთ რომ ესე იგი რაღაც ხდება რადგან ესე თქვა ტაროლოგმა ამ დროს ეს არის საჯარო გაშლა შეიძლება თქვენს ვარ გეხებათ ამიტომ თუნდაც ტყუილად რატო უნდა ინერვიულოთ ამიტომ არის რომ პირადი კონსულტაცია იმის გამო ჯობია რომ რეალურად გაიგოთ თქვენთან რა ხდება თორე კი ბატონო როგორ არის თქვენი ნება უყურეთ საჯაროებს მაგრამ ხო გინდათ რომ რეალურად გაიგოთ ეხა ეს ხო ყველაზე არ რეზონირდება ეს შეიძლება რეზონირდეს რამდენიმე ადამიანზე 1000-დან 3-ზე ხო ამიტომ ჩემო ძვირფასებო აქ ფიქრი საოცარი ემოცია საოცარი მაგრამ რაც მოხდა თქვენ შორის აი ეს გაურკვევლობა და სიბრაზე არ არის გამორიცხული რომ კი ბატონო შეიძლება ზოგისთვის საქმე ზოგისთვის რაღაცის დაულაგებლობა ზოგისთვის მე წინაზე ვთქვი რაღაცა მავნეჩვევას მაგრამ აქ ეხა კონკრეტულად მავნეჩვევას არ მიჩვენებს მაგრამ არ ვიცი კარგით ვნახოთ წინაწრებით თუ არა ჩაფიქრებულ ადამიანს და მოდით იმ ой აი შოკი მაგა ოღონდ სრული შოკი საოცრება ეშმაკის არკანი ამოვაფრნებ არ დამიბლოკონ ვიდეო და იმპერატრიცა ხართ ჩემო ძვირფასებო ენატრებით კი არა საერთოდ სხვა ქალი არის მისთვის ეხლა აი ვიღაცამ რო აი არ ვიცი სუდად კი არ ვიძახი ვიღაცა ბოლო აი ყველაზე საუკეთესო ვინ ყავს რა ვიცი 21 საუკუნეში ხო აი ყველაზე მაგარ ქალად აი რა ვიცი მართლა ყველაზე ცნობილი ხა სახელს არ დავასახელებ თქვენ თვითონ ხვდებით ხო რაღაცა ისეთ სექსუალურ ქალბატონები რო ჩამოვთვალოთ ისიც კი რომ მიუყვანონ ისიც არ უნდა იმ ხელა ემოცია ჩადეთ არ ვიცი თქვენ რა გააკეთეთ პირდაპირ იმპერატრიცად მიზიხართ საოცარი ემოცია ჩადეთ ჩემო ძვირფასებო ეს ადამიანი ვერ გივიწყებთ და ენატრებით იცით რა ზომაზე და დოზაზე ზე აი რაღაცა ზე იმიტომ რომ ეშმაკის არკანით აქ იმ ხელა მიჯაჭულობა მონათრება კიდევ მე რომ აქ არ არის ურთიერთობა ვისაც არ ქონიათ სექსუალური კავშირი აქ ვისაც ქონდათ სექსუალური კავშირი იმათ ეხება საოცრება ჩემო ძვირფასებო ენატრებით კი არა შოქშია მე ვფიქრობ რომ ეს ვერ მოითმეს კარგით მოდით ახლა არ ვაპირებდი ჯერ მინდოდა კიდე გვენახა მაგრამ ნაბიჯები რა იქნება გადაწყვეტილებას მიიღებთ სასწრაფოდ ჯერჯერ რაღაცა სახლიდან დაიწყებს რაღაცას შემოგთავაზებთ და რაღაცას გეტყვით რომ მოდი ჩათვალე რომ ეს დღეები არ ყოფილა და ახლიდან დავიწყოთ აი დაახლოებით ესეთი ენერგია მოდის ჩემო ძვირფასებო და აი მეტას გაჩერებულ ეტს დაძრავს და აი ამ ხმლების ტუზით სასწრაფო გადაწყვეტილებას მიიღებს ნახოთ კიდევ ენატრებით თუ არა ჩაფიქრებულ ადამიანს და მე ვიკითხავ თქვენგან რას თხოვს სამყარო მორბის ეხლა უნდა დაგანახოთ ოღონდ იცით როგორ მორბის თქვენთან და იცით როგორი ემოციები თითქოს რაღაცაზე აქეთ არის კიდე აი თქვენ ხო გაგიკვირდებათ რომ მე რა შუაში ვარ კაცო მე ხო გეკონტაქტებოდი შენ აღარ მეკონტაქტებულოს აი დაახლოებით აი ესეთი სიტუაცია იქნება მაგრამ თითქოს აქეთ გაბრაზდება თითქოს აქეთ მოვარდება ისე რომ როგორ არ მიკითხე როგორ ვიყავ არ ვიცი რაღაც მიზეზებს გეტყვით და ელოდით ნახოთ თქვენგან რას თხოვს სამყარო მთავარია რომ აქ მონატრება იმ ხელა არის რომ მე მიხარია თქვენ მაგივრად და რა სითხოს თქვენგან სამყარო პირველ რიგში გეტყვით იმას რომ ჩემო ძვირფასებო რომ ესეთი ცეცხლოვანი კაცი რომელიც თქვენ ყავთ ეხა პარტნიორად რა თქმა უნდა რომ ამას უჭირდება რაღაც სიახლეები
ამას სულ უნდა რაღაცა ახალი. თქვენაირი ძლიერი ქალი ძალიან მოწონს, განა არ მოწონს, მაგრამ ყველაზე მთავარი ნახეთ, რა სიტყვის თქვენგან სამყარო ზომიერება შეინარჩუნეო. ესე იგი, თუ ჯერჯერობით კონტაქტი არ არის, ცოტა ხანი დაელოდეო. ცოტა სიტუაცია დაელოდეო და კი ეგოისტობა ჩართული გაქვთ თქვენს და მასაც, ეხა მასაც წამოუვლის და ესე მოუვლის და არ ვიცი მოვარდება, გამოვარდება და გირეკავთ ჩქარა ნახე რა სიტყვის, მაგრამ თქვენ ზომიერება ნახეთ, ანუ რას ნიშნავს ეხლა გეტყვით რა სიტყვის თქვენგან სამყარო. რა მიზეზითაც არ უნდა მოვიდეს ეხლა, რა მიზეზიც არ უნდა გითხრათ, წყნარად, მშვიდად, გაწონასწორებულად უნდა გასცეთ პასუხები. მიხვდით, ძალიან წყნარად და მშვიდად. აი, თითქოს ცით როგორ, კი, უნდა უთხრათ, რომ მე ვინერვიულე, შენ რომ არ ჩანდი, შენ რომ ესეთ სიტუაცია, განა არ განვიცადე, მე ხო არ ბოდიშ და ხვან კიდი ხარ ფეხებზე, მაგრამ რადგან მე გეუბნებოდი და გეკითხებოდი და შენ არ თვალე საჭიროდ მოგეწერა, მაშინ ვიფიქრე, რომ დაგლოდებოდი, მე ვიფიქრე, რომ როდესაც მოიცლის თვითონ შემეხმიანება. ანუ ესე იგი, რას გვეუბნებათ, რომ ძალიან წყნარად, მშვიდად გავცეთ პასუხები, მე მესმის, შეიძლება გაბრაზებულზე ამდენი ხნის მერე რო გამოჩნდება და არ ვიცი, ისეთი მონატრება აქ რო ჩაგეხუტებათ, ალბათ აღარც გაგიშვებს, მაგრამ თქვენ ძალიან დასტოინათ, აი, იცით რა გააკეთეთ, ძალიან არ გამოხატოთ, მიხვდით რომ მოგენატრათ, კი, უნდა გამოხატოთ, მაგრამ ისე არა, რომ აი რო შევახტებით, ხო ხტებით მონატრებულად და მე არა. მერე კი ბატონო, მერე და მე შეგიძლიათ, მაგრამ იგრძნოს იმან, რომ თქვენ ნაწყენი ხართ და ესე აღარ უნდა მოიქცეს. აი, ეს ენერგიები მომდის ჩემო ძვირფასებო და ვნახოთ რჩევა რა იქნება და მოკლედ რჩევაში ჩემო ძვირფასებო. გეტყვით იმას, რომ კი ბატონო არ არის გამორიცხული, რომ ეს პერიოდი სანამ გამოჩნდება, რაღაც ბრძოლების სიტუაციები იქნება, არ შეგაშინოთ ამ სიტუაციებმა, ამ მდგომარეობიდან აუცილებლად გამოდიხართ. ნახოთ, ამოვიღებთ კიდე ამ რჩევას. კი ბატონო, ის მომენტი რომ კარგულია, კი ბატონო, ის მომენტი რომ რაღაცა შიშებით შეიპყრო, იმიტომ გეუბნებით, აქ ძირითადად გათხოვილი და უცოლო მამაკაცები, გათხოვილი ქალბატონები, რომლებიც ქმრებს არიან კი ბატონო დაშორებულები და უცოლო მამაკაცები. და აი შეშინებული მიხვდით, ეხლა ამ დასტას ხორცხრიანი კვერთხი აქ ერთში შიშველია. იქ არის ძალიან შეშინებული, მაგრამ აქ უკვე ტანსაცმელიაცია, ესე იგი, ნელ-ნელა თითქოს ამ თავის შიშს მიუხედავად, რომ ესეთი ძლიერი მამაკაცია, აი ძალიან ძლიერია, იმპერატორია რა, გეუბნებით წინა გაშლას ვინც უყურა ის კაცია იგივე და იგივე სიტუაციას ვუყურებთ ჩემო ძვირფასებო. აი ძლიერები რო არიან კაცები, ხო ხტებით, მაგრამ არის რო აშინებთ, რა აშინებთ? ქალს რომელსაც ოჯახი ყავს, თუნდაც შვილები ყავს, ხო ეშინიათ რაღაც პასუხისმგებლობების გაურბიან რაღაც, მაგრამ აქ იმხელა ემოცია, მონატრება, ქიმია არის, აქ არ არსებობს, რომ მარტივად დანებდეს და წავიდეს თქვენგან. ამიტომ დაელოდეთ, ის არის კარმული სიტუაცია და აუცილებლად თქვენ ისევ შეხვდებით ერთმანეთს, კი არა, სპირიკით 10-ჯერ მეტი გრძნობით შეხვდებით ერთმანეთს და ყველაზე მთავარი, დაველოდოთ ამან ერთი ეშჩები გადალახოს და როგორ მოვა, რანაირად მოვა, ხომელიასავით წაბძანდა, ხომელიასავით გაიძურწა და ეხლა ამას უკვე დაეწყო რაღაცეები, მიხვდით, ჩფოთვები, შიშები, მონატრებები, ამიტომ ეს რაღაც გადაწყვეტილებას მიიღებს და თქვენ რა გევალებათ? წყნარად, მშვიდად მიიღოთ ყველაფერი, ყოველგვარი ზედმეტი ჩხუბის და აყალმაყალის გარეშე, მიხვდით? არა, მე მესმის ხო, მე წარმოიდგინეთ თევზები ვარ და ემოციური ვარ და ხო, მე ხა წესით მე ვისეუბნები, ვერ ვიკავებდი და ვერ ვიკავებ ხოლმე მის თავს, ემოციური ვარ, მაგრამ მე უბრალოდ გთხოვთ, რომ მაქსიმალურად, როდესაც აგიხსნით, მშვიდი გაწონასწორებული სიტუაცია შეინარჩუნოთ. და აი, რომ გაივლის მდგომარეობა, მე რაც გინდათ ის გენდით, თუ გინდათ თავზე დააფარეთ, ეხლა რა გალანძღოთ და რამე არა, მაგრამ რადგან აგიხსნით, ესე იგი საჭიროდ ჩათვალა, რომ თქვენ მისთვის ძვირფასი ადამიანი ხართ. აი ეს არის რჩევა, აი ეს იყო დღევანდელი გაშლა. მე ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესო იყო ეს გაშლა ჩემო ძვირფასებო. კომენტარებში გელოდებით, პირად კონსულტაციაზე გადმოგბრძანდით, თუ ვინმეს რაიმე პრობლემა გაქვს, ვნახოთ, იქნებ მოგვარებადია, იქნებ სიტუაცია მოვაგვაროთ, ხო, არაფერი არ არის ისეთი, რომ რაღაცა ვერ მოვაგვაროთ, ვერ დავალაგოთ, ნუ შეძლებს დაგვაროთ და მივყვეთ კანონებს და არა არასწორ გზას, ჩემო ძვირფასებო. რაც სწორია, ესე გავაკეთოთ. ძალიან დიდი მადლობა ყურადღებისთვის, მოსმენისთვის და ჩემი არჩევისთვის პირად ტაროლოგად.
დიდი მადლობა იმ ადამიანებს და განსაკუთრებით დიდი მადლობა ემიგრანტებს. მე არ შემიძლია რომ არ თქვა საოცრად დიდი მადლობა და განსაკუთრებული მადლობა რომ მე მათი უკვე პირადი ტაროლოგი ვარ და მიუხედავად ჩემი ასეთი რუტინული რეჟიმისა მელოდებიან და ზოგჯერ თვეზე მეტიც დამლოდებიან. ძალიან დიდი მადლობა თქვენ ჩემო ძვირფასებო და განსაკუთრებულად რა ვქნა ძალიან მიყვარხართ ემიგრანტები ძალიან გაფასებთ და მადლობა თითოეულ თქვენთაგან ჩემო კარგებო. ყველა მიყვარხართ, ყველას გაფასებთ, უბრალოდ ემიგრანტებს არ შემიძლია ცალკე არ შევეხო და არ მოვიკითხო ყველა. დიდი მადლობა ყველას ჩემო ძვირფასებო მოსმენისთვის და გელოდებით როგორც პირად კონსულტაციაზე, ასევე კომენტარებში. ეხლა დაგემშვიდობებით დროებით. მიყვარხართ ყველა.